მოგეხსენება, რომ არის გამორჩეული და ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ჩვენს რეგიონში. მეჩი არის ლაშა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გამხდარობს, რომ ყველაფერი კარგია. მაგარია. თავისუფლების ზეიმია, აი მართლა თავისუფლების ზეიმია და ყველა არის ძალიან ლამაზი, ყველა გამოიყურება ძალიან კარგად და ყველა არის ძალიან ბედნიერი. იდენტობას კრავს და იდენტობის ერთ-ერთი ნაწილი ეს რაღაცნაირი კულტურა, რომელიც შექმნა ოფენიას. The songs are forgotten, drowning in the water. Sami, Ari, Erti. Music breaks! Music breaks free. Music breaks free. Yay! მოგესალმებით, ფრაუნდელ გადაცემაში თბილისის ოფენიარზე გაბატიჟებით და ვნახოთ როგორ მიმდინარეობს ფესტივალი, გავესაუბრებით მსმენელსაც თუ ვის მოსასმენად მოვიდნენ რომ წამოწით. ჩვენი გადაცემის სტუმარია თბილისის ოფენიარის მედია მენეჯერი სოფო იბრალიძე, მოგესალმებით, სამხება. ძალიან მიხარია შენთან შეხვედრა, ყოველ წელს ველოდები ამ ფესტივალს, ამ ინტერვიუსაც, რადგან ძალიან მიყვარს ამ თემაზე საუბარი, იმიტომ რომ როგორც ეს მუსიკა და ფესტივალი ათავისუფლებს, ჩვენთვის რაღაცა ყოველწლიური მოლოდინია და ველოდები. ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ მე ძალიან მიყვარს შენ მიერ მომზადებული ცეკვები. მიხარია რომ დავხოთ მოახერხე. მადლობა. ჩვენს მაყურებელს მინდა ის სიახლეების შესახებ მოუყვეთ, რომელიც წელს არის თბილისის ოფენიარზე. თან მათ განსაკუთრებით, რომლებიც ვერ მოახერხებენ ფესტივალზე დასწრებას, მინდა რომ მათ გავაცნოთ, თუ რა გამოტოვა ეს. მოგეთ 10 წელი უსრულდება ერთ stage და არის სიახლეები. ჰედლაინერებსაც მინდა რომ მოუყვეთ და ზოგადად რა ხდება გლაუნდ ოფენიარზე. თბილისის ოფენიარი მოგეხსენება, რომ არის გამორჩეული და ყველაზე მასშტაბური მუსიკალური ფესტივალი ჩვენს რეგიონში. მე-15 შევიკრიბეთ წელს იმ ღირებულებების გარშემო, რომელიც აგერ უკვე 2020 წლიდან მოყოლებული აერთიანებს ფესტივალს. წელს 3 ხსენით ვართ კვლავ წარმატკინილები, 10 წელი შეუსრულდა, როგორც აღნიშნეს ზიანის stage და მზესუმზირა სცენას აქვს პრემიერა წელს. და ძალიან გიხარია, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ძალიან ორგანული და სასიამოვნო არის მათი ინტეგრირება. ძალიან ბევრი თავშესაქცევი ადგილი და აქტივობა არის ფესტივალზე. და სამივე სცენა გამოირჩევა არტისტებით. ბუნებრივია, უმეტეს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, თავარი სცენა არის ადგილი და მიმართულებები, რომელიც ნებისმიერი მუსიკალური ჟანრის მოყვარულს აძლევს საშუალებას, რომ მოისმინოს თავის საყვარელი არტისტი. და მე ძალიან მიხარია, რომ ვამბობ ხოლმე, რომ აქტუალური ქართული მუსიკა არის წარმოდგენილი ყოველწლიურად თბილისის ოფენიარზე და სხვადასხვა მიმართულების უცხოელი არტისტები. წელს ძალიან მაგარი არტისტები არიან ისევ და მიხარია, რომ ყოველწლიურად არის ხარისხი უმაღლესი. მაგალითად, ფესტივალი გახსნა Newcomers 2026-ის გამარჯვებულმა ბენდმა OCD და ძალიან მაგარი ლაივი ჰქონდა. და მინდა გავიცნო და აუცილებლად ხო, ანუ ძალიან მაგარი კომუნიკაცია მსმენელთან სცენაზე როგორც იდგნენ და წარდგნენ ძალიან მაგარია. რა თქმა უნდა, Bedford Falls-ი, რომელსაც ენაოდენობა ადამიანი ელოდება ყოველწლიურად ფესტივალზე, კორძი, ანაბანას გუნდი, მე მგონი გამორჩეული Mechanical Rainbows, ან ძალიან გამორჩეული ლაივები გველოდება. წელს და ვინც ვერ მოხვდება ფესტივალზე, ხო, გულდასაწყვეტია, ბუნებრივია, იმიტომ რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული მოვლენა წლის განმავლობაში და მიხარია, რომ ყოველწლიურად იზრდება მსმენელების რაოდენობა. ხო, უცხოელებსაც აღნიშნავ ალბათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Slow Dive არის წელს თბილისის ოფენიარის ჰედლაინერი, JJ Johansson, რომელიც ძალიან უყვარს ქართულ მსმენელს, Hoover Phonics-ი და რა ვიცი, უამრავი საინტერესო არტისტი ყველას ვერცვლი. და ასევე მინდა, რადგან ჩვენ რომ მოვდივართ ხედავთ დასრულებულას, რა ვთქვათ, მდგომარეობაში ფესტივალს, რომელიც მზად არის, რომ მიიღოს მსმენელი, მაგრამ ამ ყველაფრის უკან რა შრომადებს, აი დაახლოებით წარმოდგენა რო შეგვექმნას, რამდენი ადამიანი მუშაობს ამ ფესტივალზე და როდის იწყება ხოლმე დაახლოებით სამზადისი. ძირითადი გუნდი, რომელიც ფესტივალის უკან დგას, მთელი წლის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ ის 2დღიანი თუ 3დღიანი ფესტივალი ყოველწლიურად, რომელიც ტარდება, ჩატარდეს ძალიან მაღალ დონეზე.
თუმცა როცა ახლოვდება ფესტივალის დღეები, რა თქმა უნდა, გუნდის რაოდენობა ძალიან იზრდება, იმიტომ რომ ყველა მიმართულებას რამდენიმე ათეული ადამიანი აკონტროლებს და კურირებს და ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული ყოველწლიურად იმისთვის, რომ ფესტივალს ჰქონდეს სწორედ ესეთი ხარისხი, იყოს უსაფრთხო გარემო და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს არ არის მარტო აი რაღაც ახალგაზრდული ფესტივალი, ხო? ანუ აქ ერთიანდება სხვადასხვა თაობის ადამიანები და ეს არის ალბათ ერთ-ერთი ყოველ საუკეთესო. მე სულ ვფიქრობ, რომ ეს არის მინი-მოდელი იმ საზოგადოების და იმ მოწყობის, რომელშიც ვისურვებდი ცხოვრებას. ძალიან მაგარი სიტყვებია. მადლობა, რომ სიყვარულით აკეთებთ ამ ფესტივალს უკვე ამდენი წელია. და დღეს გადავწყვეტა, რომ მსმენელს როდესაც გავესაუბრებით, ყველა მითხრეს თავისი ემოციები მთავარ სლოგანთან დაკავშირებით Music Breaks Free. შენთვის რა არის? და მინდა რომ შენს წამიმღერო შენებურად. ხო, მუსიკა ათავისუფლებს არის თბილისი Open Air-ის სლოგანი და ალბათ ყველაზე კარგად გამოხატავს იმ განწყობას და იმ შინას, რომელიც ამ ფესტივალს აქვს და Music Breaks Free. მაგარია. ძალიან დიდი მადლობა წარმატებები ფესტივალს, რომელიც ყველას ძალიან გვიყვარს. მადლობა. შემდეგ გემშვიდობებით. Sweet thing, I want you. Burn so fast this is. Don't lose me. I've come so far, don't lose me. It matters. Newcomers 2026 მოგესალმებით. ძალიან მიხარია თქვენთან შეხვედრა გილოცავთ პირველ რიგში. ძალიან მნიშვნელოვანი არის ეს ფესტივალი და ასევე Newcomers-ით. ამიტომ მინდა რომ ჩვენს მაყურებელს გაუზიაროთ თქვენი, ასე რომ ემოციები, რაც გაიარეს და მოხსულიყავით ამ ფესტივალზე. გავიარეთ Newcomers-ზე მოკლედ მოგავგზავნეთ, მანაც ბევრი ვინერვიულეთ, ლატერის გადაღებაზე ყველაფერი. ყველგან ვინერვიულეთ რა, არც ერთი ლატეთი ვარ ამ ეს აი რაღაც მოიყარა ამას ხასიათი მეორე ზიგა იმენა გერეთ აი კონცერტზე ყოველ ოთუჩი გიტარას ასწორებს ორ წამში თქია და რაღაცა და აი ნერვიულობა და წლეხი და მე რაღაც აი წლეხს მე დაგვირგვინდა უკვე წლევანდელი ფესტივალი. ანუ რეალურად პირველ და მეორე ტურში იმდენი ვინერვიულეთ, რომ აქ ძალიან თავდაჯერებული ვარ. რომ იქ უკვე ისეთი სტრესი გავიარა, რომ აღარ ის. მეჩი არის ლაშა ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის გავხსენებს, რომ ყველაფერი კარგია. მაგარია. ჩვენს მაყურებელს მინდა თქვენი მუსიკა არ მოусმენია, რომ უთხრეთ ვიხარით რა მუსიკას ქმნით და ასე შემდეგ. მოკლედ ვიტყვი რომ პირველ რიგში არის ჰიპ-ჰოპი, უ-თენგი, ელექტრონი და მეორე ვიდეო თამაშის მუსიკა, ანუ სინთეზატორის ხმები, ანუ ანდერტეილი, ტერარია და რაღაცა, მაგის განვითარება, ანუ მაგის გაერთიანება მაგ სამყაროს და ამავდროულად აი ჩილი პეპერსული, სადაც კეჩი მისამართი. ეგ არის. და ტობი ფოქსი არის ჩემი უდიდესი მელოდიური ინსპირაცია. ვაუ, ძალიან მაგარია. დევიდ ბოუი გვიყვარს ყველას. სანტელი დავონდე ტობი ფოქსი. ბოლოს მინდა თქვენებური Music Breaks Free მითხრათ და ჩვენს მაყურებელსაც. აბა ერთად. ცა უნდა თქვათ ეგა? დაიმბარე. 2 3 Music Breaks Free. ძალიან მაგარია წარმატებები. ძალიან ბევრი წარმატება მინდა გისურვოთ და სულ ფართო მასშტაბიანი აუდიტორია იყოს თქვენი მსმენელი. წარმატებები. ვახო ბაბუნაშვილი, თბილისი Open Air-ის თანადამფუძნებელი მოგესალმებით. გამარჯობა. მიხარია, რომ გუთმობთ დროს. მიხარია აქ რო ხარ ჩვენს ფესტივალზე. ძალიან. ჩვენს მაყურებელს მინდა გაუზიაროთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ზოგადად ჩვენი ქვეყნისთვის, ზოგადად ქვეყნების კულტურისთვის, მსგავსი მასშტაბის მუსიკალური ფესტივალები. რას ნიშნავს ზოგადად, როდესაც ქვეყანას აქვს მსგავსი მასშტაბის მუსიკალური ფესტივალი? ვაი, რთული კითხვა, მე ეს სტატისტიკა არ მიწარმოებია და არ ვიცი, თუმცა არ ვიცი რამდენად მოქმედებს ზოგადად.
მომავალზე რასაც თქვენ მიკითხებით, მაგრამ იმას რასაც არ ხედავ ეხლა, ხო? ყველაფერს ჯობია. ეს ბედნიერი ხალხი, თავისუფალი ხალხი. თუნდაც ეს 2 დღე, როდესაც ჩვენ გვაქვს ფესტივალი, აი ამ შეგრძნებით თავისუფლების და ბედნიერების შეგრძნებით რომ მიდის აქედან. ეს არის თავარი. რა როლს ითამაშებს ეს მე ალბათ ისტორია. დრო გვაჩვენებს. არ ვიცი. Did I ever think of you? I'm not complaining. I never tried to feel. I never tried to feel this vibration. I never tried to. აბა გაგვიზიარე, ყოფილი newcomer-ს წელს ვის მოსასმენად მოხვედი? წელს მოვედი OCD-ს მოსასმენად და სკაზის და მოკუმოკუს ერთობლიობის. შვენიერი. და მოკლედ, კიდე ვიცი რომ კარგად მღერია, ამიტომაც კიდე შენებული ვერსია Music Breaks Free. ჩაგვიარეს, მაგრამ წავკნეთ. აი, რაც იდეაში ნამღერია, მაგას გიმღერებ. Music breaks free. Yeah. Music breaks free. გამარჯობა. პირველ რიგში გისურვებთ რომ ძალიან დაუვიწყარი და კარგი დღე გქონდეთ ფესტივალზე. და ვის მოსასმენად მოხვედით ძალიან მაინტერესებს. წელს Slow Dive-ის მოსასმენად მოვედი მე. მეტი, ანუ newcomer-ებში არიან ჩემი მეგობრები და მაგათმაც დასასაფორთებლად უფრო მოვედი და ხო, მაგის იქეთ Slow Dive რა. შვენიერი. მე არა. არაზე მოვედი, ვიცი რომ ხვალ არის, მაგრამ ძალიან მიყვარს და მაგათ მოვედი. უკვე დღეს ემზადები. კი, ვაფრიგეიმებ ხვალისთვის. შვენიერი. და თქვენთვის რას ნიშნავს ეს ფესტივალი, რომელიც ერთ ყველაზე მასშტაბურია ჩვენი ქვეყნისთვის? თუ ველოდებით ხოლმე ყოველ წელს, მაგრამ გამიზიარეთ და დავიწყოთ. ხო, ანუ აი, რავი, არც წივი ვითვისი ვარ ყოველ წელს, რომ აი Open-ის line-up-ი დაიდოს და რა ხდება, ანუ აი მართლა თავისუფლების ხაბი არის აქაურება, აი მარტო ჩაცმულობა, ანუ მუსიკასაც რო თავი დავანებოთ, აი რო გაიხედო გარშემო, აი ყველა თავისი თავი არის და აი ძალიან თავისუფლება ტრიალებს აქ და აი მართლა აი რავი, აი თავისუფლების ხაბია რა, აი მოკლედ შევაჯამო. ზუსტად, მე პირველად ვარ Open-ზე და ზუსტად ისეთია, როგორც წარმომედგინა ყოველთვის და ზუსტად მეთანხმები, ან ჯერ ხო თავისუფლების ზეიმია, აი მართლა თავისუფლების ზეიმია და ყველა არის ძალიან ლამაზი, ყველა გამოიყურება ძალიან კარგად და ყველა არის ძალიან ბედნიერი. იგრძნობა, ანუ არანაირი ნეგატივი აქ არ იგრძნობა. ნამდვილად ესეა და ბოლოს მინდა Open-ის თავი სლოგანი რაც არის Music Breaks Free, თქვენებული ვერსია შეგუსრულოთ. Action. არის სამი მოდი. დავაი. Okay, სამამდე დავთვალ. არის ერთი. Music breaks free. შენთვის რას ნიშნავს Open-ის სლოგანი Music Breaks Free? ანუ მართლაც თუ გრძნობამ ყველაფერს ამ ფესტივალზე. მოცხადია ისე და ჯერ მუსიკით გრძნობ, რომ რაღაცნაირად შეგიძლია მუსიკასთან მარტო დარჩე. თუმცა მუსიკასთან მარტო შეგიძლია დარჩე 10000 კაცთან ერთად. ეს უცხო თავისუფლება, მაგრამ ის თავისუფლებით ყობასაც ეზიარები რო უყურებ და რაც უფრო აღმაფრთოვანებელია და თან უყურებ საზოგადოებას, რომელიც ჩემი აზრით ხარისხიან ქვეყანას შექმნის არის და ამის მოწმობასაც წელიწადში ერთხელ ნახულობ და ერთმანეთს უზიარებ, ის ახალი წელი გაგვივლია. მათ შორის ქსენაზე რაღაც წარწერები ისესეს. ასე ჩვენ იდენტობას კრავდა და იდენტობის ერთ-ერთი ნაწილი ეს რაღაცნაირი კულტურა, რომელიც შექმნა Open-ზე. გამარჯობა. თუ შეგიძლია გაგვიზიაროთ წელს ვის მოსასმენად მოხვედით? დღეს უშუალოდ სკაზის მოსასმენად და ხოლმე მაჩადამას მოსასმენად, ოსპანკის მოსასმენად. ოსპანკის. წელს მოვედი Slow Dive-ის მოსასმენად, მოკუმოკუ და სკაზი, Slow Dive, Bedfall და არა. Music breaks free. Music breaks free. Music breaks free. სკაზი, Bedford Falls-ი და Slow Dive. Bedford Falls-ის. Bedford Falls-ი. Wow. Bedford Falls-ის. Bedford Falls-ის ფანებში მოვხდი ესე იგი. Music breaks free. Music breaks free. Music breaks free. წელს მოვედი OCD-ის მოსასმენად. OCD, სკაზი, Slow Dive. შვენიერი. Slow Dive-ის მოსასმენად. მე მოვედი Slow Dive-ის მოსასმენად.
დიდი ხანი მიყვარდა და გამიხარდა რომ აქაც ჩამოდიოდნენ და მოვედი. 3, 2, 1. Music break! Music breaks free. Music break!